დილამშვიდობისა ტრეიდერებო დღეს სამშაბათია გუშინ რამდენიმე ქვეყანაში იყო დასვენების დღე ბანკებში, ამიტომ შედარებით პასიურობით გამოირჩეოდა ბაზარი, მაგრამ დღეს აზიური სესია დაიწყო ევროს გამყარებით და ამერიკული დოლარის შესუსტებით საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე. ბაზარი გააქტიურდა საკმაოდ, ასევე გუშინ ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთიდან შემწყიდველი მენეჯერების ინდექსი სამეწარმეო სექტორში. ეს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია Brexit-ზე და ეს უკვე მისი შედეგია. თანდათან ინგლისის მაკროეკონომიკური ინდექსები ეტაპობრივად დაიწევს და ფუნტი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან სტაბილურად გაუფასურდება. დღეს ღამის სესიაზე ცნობილი გახდა ავსტრალიის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე და საპროცენტო განაკვეთის შემცირდა 1.75-დან 1.5-მდე, რაც რა თქმა უნდა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამაში იყო გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემი უარყოფითად დიდად არ აისახება მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ინფლაციის ზრდას ავსტრალიაში, ავსტრალიურ დოლარზე. ასევე ერთი უარყოფითი სიახლე ავსტრალიიდან, ეს არის ავსტრალიის სავაჭრო ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი ამ მონაცემას შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ავსტრალიურ დოლარზე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მე გირჩევთ რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ ტექნიკურ ანალიზს პარასკევამდე და პარასკევის ფუნდამენტური მოვლენების მერე უკვე მეტი ინფორმაცია გვექნება, რომ მივაჭროთ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე წარმატებით. ტექნიკური ანალიზის მიხედვით ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე შეარჩიეთ ორი მნიშვნელოვანი ფასი, წინააღმდეგობის დონე დაირჩიეთ 1.1190, ხოლო მხარდაჭერის დონე 1.1166. სწორედ აი ამ ორი დონის გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ივაჭროთ იგივე მიმართულებით. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, ხვალამდე.